თავიდან დაბადება რომ შემეძლოს. მინდა ისევ მამა შენის ამპლუაში ვიცხოვრო. და დედა შენს კარგი ქმრობა გაუწია. მაპატიე რომ ამდენი შეცდომა დაუშვი ჯუნჯე. მაპატიე. მიყვარ ხარ ჩემო ბიჭო. Mama. Mama. 일일구자. სასწრაფოა. უბედური შემთხვევა მოხდა. 환자가 있어요. ბოლო პერიოდში რამე წამალს ხომ არ სვამდა. დიახ, ცოტა ხნის წინ ტვინში სისხლი ჩაექცა და ოპერაცია გავუკეთეთ. 또 백내 კატარაქტას ოპერაციაც უნდა გაგვეკეთებინა მალე. 쪽 관련된 약. ალბათ სათანადო პრეპარატებს იღებდა. 다른 회사 სხვა რამე ხომ არ მიიღო. 시바른색으로 ტუჩები ჰქონდა galurjebuli. სავარაუდოდ გულმა დაარტყა. 입술 색깔이 ექსპერტიზამდე სხვას ვერაფერს ვეთქვით. 보이는데 더 자세한 სულ ეს არის. 검시를 해봐야 할 것 같습니다. 아, 어머니는 어디 დედა თქვენი სად არის? 외출 გასულია. 2 საათის წინ დამირეკა რაღაც 약속 შეხვედრა ჰქონდა დანიშნული და სადღაც წავიდა. 있습니다. ანუ ჯერ არაფერი იცის? 모르고 계시고요. არა, 네. 제가 ჯერ ვერ დაურეკე. არაფერი მithქვამს. ვიფიქრე ეს ამბავი დიდ დარტყმას მიაყენებდა და ვერ გაბედე დარეკვა. 저 그럼 일단 გასაგებია, მაშინ ახლა საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ საბოლოო ექსპერტიზისათვის. 네. დიახ. მამა. მამა ახლა როგორ მოვიქცე? არა, არ წაიყვანოთ. არა. მამა, ახლა როგორ მოვიქცე? ამის დრო ჯერ არ არის, მამა. მამა, მაპატიე. მაპატიე, მამა. ცოტა ხანში გარდაცვალების მოწმობა მზად იქნება და შეძლებ დაკრძალვისათვის მოემზადოთ. კარგით, მადლობა. დიდი მადლობა. ჩეხიან. მოდი აქ. ნაბიჯვარო. რასაკეთებთ? ვიხართ? შენს გამო მამა ჩემი მოკვდა. შენი და დედა შენის გამო. ამას არ შეგარჩენ.
ორივეს მოკლავთ. მოკლავთ. გაგიჟდით? რას აკეთებთ? შემეშვე. კვლელები ხართ. თქვენ მამაჩემი მოკალით. მამაჩემი. ვინ ხართ მეთქი? მე ჰონლი ჯუნიშვილი ვარ. მე მისი შვილი ვარ. 맞아요. ეს სიმართლეა. ჩემი უმცროსი ძმა. შენი ძმა ვარ? მე ვარ შენი ძმა. შენ ნაბიჯვარო. თავს რამდენის უფლებას აძლევ? ნაბიჯვარო. საკმარისია. თავი დაანებეთ. გინდათ რომ დაგაპატიმროთ? წამოდით. 떨어져. 얘한테 손. გაუშვით. ჰონჯუნჯე. თავი ხელში აიყვანე გონს მოდი გესმის? გონს მოდი. მამა. მამა ჩემი მოკვდა. მე უნდა გადამერჩინე. მაგრამ ვერ შევძელი. ხოდა გონს უნდა მოხვიდე ძმაო. ყველაფერი უნდა გაარკვიო, რა დაემართა მამაშენს. რატომ მოკვდა? შენ უნდა გაარკვიო, ჰონჯუნჯე. 일단 아버지한테 가 있고. შენ მორგში წადი. დანარჩენს მე მივხედავ. კარგი? 야, 장에서. 뭐해? რას აკეთებ? ჰონჯუნჯეს რა დაემართა? ძალიან ნერვიულობ. 홍영선. დეტექტივი მას უკან გაყვა და ყველაფერს გაგვაგებინებენ. 근데 우리 청 ჩვენ რაღაც მაინტერესებს. 물어봐도 될까? შეიძლება კითხვა დაგისვა. 아까 그랬잖아. წეგან თქვი რომ ეს მადიონია. მადიონს ელაპარაკება. 그 사람 მას არაფერი ახსოვს. 못하니까 뭘 기억 못? რა არ ახსოვს? 자기가 მისი შავპნელი საქმეები. 여태 무슨 짓을 არ ახსოვს. მადიონს მართლა არაფერი არ ახსოვს, მაგრამ შენ საიდან იცოდე? 그거 어떻게? საიდან? ჩვენმა შემჩუნმა ხომ არ დაავიწყა ყველაფერი. 마대형을? ამას რატომ ეკითხები? 내가 원래도 ყოველთვის ფიქრობდი რომ რაღაცას მალავდი. 그랬는데 მაგრამ ამ ბოლო დროს არც კი ვიცი ვინ ხარ. 네가 어떤 და რა ძალას ფლობ. 능력을 가지고 არ ვიცი. 너 누구야? ვინ ხარ? მე შენი მეგობარი ვარ. ჩემი მეგობარი? 근데 나는 მას შემდეგ რაც ადამიანს დავუმეგობრდები, ზურგში დანასვორტყავ ხოლმე. 직업인 사람이야. ეს ჩემი საქმეა. 사람이 მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს, რასაც აკეთებ. 한번 친구 ჩემს მეგობარს გიწოდებ. 뒤통수를 შენი გადასაწყვეტია დამარცხო თუ არა დანას ზურგში. 뒤통수 და თუ ასე მოიქცევი, მე რა გადავწყვეტ? 너를 어떻게 რას დაგმართებ? 볼게. 그때까지 ამ მომენტამდე კი 넌내 친구. მე და შენ მეგობრები ვართ. 왜 전화들을 ტელეფონზე რატომ არ პასუხობთ? 그랬잖아. შემაშინე. 무슨 일인데? რა მოხდა?
შეგიძლია მახსოვრობა წამიშილო. ჩემი მახსოვრობიდან მამა ჩემი გააკრე. ხონჯუნჯე. ეს ხომ შეგიძლია. გთხოვეს ჩემთვის გააკეთე. ყველა კარგი მოგონება ტკივილს მანიჭებს. გააკრე. ცუდი მოგონებები კი დამიტოვე. დამიტოვე. არ მინდა რომ მამა ჩემი მახსოვდეს. გული ძალიან მткиვა. ამას ვერ გავაკეთებ. აზრი არ აქვს როგორ გტკივა. შენ მამა შენი გიყვარდა. სწორედ ამიტომ შენს გულში უნდა დაიტოვო. მიუხედავად იმისა, რომ გული გტკივა. ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყავი, მამა ჩემს გადავარჩენდი. შემეძლო გადარჩენა. არა. რომ არ მიმეტოვებინა ეს არ მოხდებოდა. არ მოხდებოდა. არა. ასეა. არ არის ასე. შენ არ ხარ დამნაშავე. თავს ნოიდანაშაულებ. ტელეფონი უნდა ამიღო. როდესაც დამირეკა. უნდა მეპასუხა და მეთქვა რომ პატიობდი. ყველაფერს პატიობდი და მასთან წავსულიყავი. უნდა მეთქვა რომ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა. ვერ მოვასწარი. და ვერაფერიც ვერ უთხარი. მარტო ის მახსოვდა რომ უნდა შემზიზღებოდა. ამიტომ ვერაფერი ვერ უთხარი. ერთი დღე არა. ერთი საათი მაინც რომ მქონდეს. ერთი წუთი მაინც რომ შემეძლოს მამა ჩემთან ლაპარაკი. სხვანაირად მოვიქცეოდი. ყველაფერს ვეთყოდი. ახლა აღარაფერს აზრი არ აქვს. ახლა ვეღარაფერს გავაკეთებ. მან ყველაფერი იცის. იცის რომ გიყვარს. 할 수 있잖아. ეს ყოველთვის იცოდა. საყვარელო. ძვირფასო. მაგ რატომ ხარ? 있어요. აქ რატომ მოგიყვანეს? დედა, შეუძლებელია. დავპირდი რომ მალე დავბრუნდებოდი და გავასეირნებდი. სახლში მალე უნდა მივსულიყავი. არ უნდა დამეტოვებინა. 이따 만나자고. რატომ დავტოვე? 나가지 말았어야 했는데. ჩემო ძვირფასო. არ შემიძლია. უშენოდ ვერ ვიცხოვრებ. არა, შეუძლებელია. ეს სიმართლე არ არის. რატომ დამტოვე? მარტო რატომ დამტოვე? რატომ? გთხოვთ დედა თქვენი დამშვიდეთ ასეთ მდგომარეობაში მორგში ვერ შევუშვებთ. არა ძვირფასო. არ წახვიდე. დედა. გონება დაკარგა. ექიმია საჭირო. აი ეს მესმის. საოცარი სპექტაკლი იყო. რა ნიჭი დაიკარგა. 배우를 하시. მსახიობი უნდა გამოსულიყო.
네 아버지 ეს ძალიან მოულოდნელი იყო. 갑자기 그렇게 되신 건데. 아직 검시 ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. 내일 아침 ხვალ დილას გავიგებთ პასუხებს. 그건 와봐야 알아요. 그렇게 ვაფრთხილებდი, რომ არ მოეწია და არ დაელია, მაგრამ არ მიჯერებდა. 참안 듣더니 რაც უფრო იზრდები, მით უფრო ვერ იაზრებ დროის სხვაობას. 옛날 기억만 나. სწორედ ეს დაემართა ახლა. 내가 벌써 그런다. 옛날 მეგონა რომ ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით, მაგრამ მამაშენი 네 ძველებურად აღარ გამოიყურებოდა. 안 그런 거 같긴 하더라만. ნახე, 아버지를 სადმე შეხვდა? ხო, 한 달 전. ერთი თვის წინ შემთხვევით საავადმყოფოში შემხვდა. და ისე მოიქცა თითქოს ვერც დამინახა. თვალებში შემომხედა, მაგრამ არც კი შემიმჩნია. 정말 შემომჩნია, რომ 이제 ყველაფერი დაივიწყა. 치웠어. მამაშენი ძლიერი ადამიანი იყო. 네 ძლიერი. თავიდან დაბადება რომ შემეძლოს. მინდა ისე მამაშენის ამპლუაში ვიცხოვრო. 내 და დედაშენს კარგი ქმრობა გაუწია. მაპატი. მაპატიეთ. რომ ამდენი შეცდომა დაუშვი ჯუნჯე. 아버지 მამა ავად იყო მხედველობის პრობლემები ჰქონდა. 눈이 거의 보이지 않으셨어요. რა? 못 본 척 მართლა ვერ დაგინახა. 보지 못하시. მას არაფერი დავიწყებია. დიახ, ადვოკატო. დიახ, დაგრძალვა დანიშნეთ. 해주시고요. გარდაცვალების მოწმობას გამოგიგზავნით. 그리고 გარდა ამისა, მემკვიდრეობის საკითხზეც დაიწყეთ მუშაობა. დრო რამდენი დაგჭირდებათ? დაახლოებით ერთი კვირა. 너무 ბევრია. 길어요. შეეცადეთ იჩქაროთ. კარგად ვარ. 괜찮아. წამალი არ მინდა. 그러니까 საჭირო არ არის ექიმის შეწუხება. ეს შენ გააკეთე. რა? 뭐가? დედა არ მომატყუს, სიმართლე უნდა ვიცოდე. სიმართლე მითხარი რომ დაგეხმარა. ხო. მართალი ხარ, მაგრამ 그치만 თუ რამე გკითხეს. ისე მოიგეცი თითქოს არაფერი იცი. 아무것도 모르는 거다. ჯონამდუ? ყურადღება. ახალი მეომარი. ბაკნიონი მქვია. გავიგე ძალიან მამაცი ყოფილხარ. 우리 아들 ჩემს შვილს შენ გაბარე. თუ ვინმე თავს დაესხმება. 게 많으면 შენ დაიცა. 노리는 놈들도 많은 법이야. 예. მე ვარ. 근데 საიდან იცით ჩემი სახელი? 제 이름을 어떻게? შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ. 준재가 გავიგე რომ ჯუნჯე შარში იყო გახვეული. უთვალთვალებდი როდესაც 걱정이 돼서 თქვენ შეხვდათ. 했어요. მართლა? 예.
그러다가 გაგიკვირდებოდა და მივხვდი, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებით. 좀 다르시더라고요. ჯუნჯეს ბინძური ფული არ უყვარს, მაგრამ 이제는 თქვენთვის ხომ სულ ერთია ვის ძალოთ ფულს ბატონო ნამდო. 신고 못할 때 ასე არ არის? 사기를 쳤는데 조남 ნებისმიერი საქმისათვის მზად ხართ. 한마디로 მითხარით, 잡범? ხომ ასეა? 예? ხო, 저는 წუწუნა არ ვარ. 안 가려요. ნებისმიერ საჭმელს ჭამ 식성 და ნებისმიერ დავალებას ვასრულებ. 일도 რასაც კი ხელს მოვგიდებ, ყველაფერს ვასრულებ. 예, 그렇죠. რა მოხდა? 예, 뭐 그런데요. 내일 ხვალ. 아니면 უკვე დღესვე შემიძლია ციხეში ამოგალყო. ყურადღებით მომისმინე. 너 어떻게 თუ დამიჯერებ ციხეს აცდები. 내 말 들을 ჩემო მეგობარო. 아니면 몇 년 썩을래? რატომ ელაპარაკები ასე? თქვენს მეგობრად მე მიღეთ. 나는 მე ყოველთვის იმის მხარეს დავიჭერ, ვისაც მეტი ფული აქვს. 보니까 როგორც ჩანს, მამა თქვენის მემკვიდრეობას თქვენ მიიღებთ. 다 물려받게 생겼던 ხო და არ არის საჭირო ჩემთან ამ ტონით ლაპარაკი. 나 მე თქვენს მხარეს დავიჭერ. 이렇게 협박 안 해도 თქვენც ეს არ გინდათ? 편에 설 충분한 이유가 있다고. მე თქვენსკენ ვარ. 그러네요. ჯუნჯე თავიდან უნდა მოვიშოროთ. როგორ? 어디서? ნებისმიერი გზით. ჩემი ცხოვრებიდან უნდა გაქრეს. კი, მაგრამ ერთი განსაკუთრებული სურვილი მაქვს. მაგრამ ახლა დავფიქრდი და ჯუნჯეს გაქრობით სახლი მე დამრჩება. 뭐 준재가 없어지면 나 წეღან ნამუსმა შემაწუხა. 쉬울 것 같거든. 아이 뭐 ჩვენ ხო მეგობრები ვართ, 정이 좀 მაგრამ არა უშავს. 있었는데 მეგობრებსაც აქვს თავისი საზღვარი. ასე რომ მე თქვენთან ვარ. 저희 사인은 სიკვდილი. გულის უკმარისობის გამო მოხდა. 사입니다. 돌연 რა გამოდის? ის არ მოუწამლავთ? 중독이 아니고요? რომ მოეწამლათ ექსპერტიზა დაადგენდა, მაგრამ 풀빛이 სხეულის აღწერილობითაც ჩანს, რომ ადგილი გულის 그런데 უცბად გაჩერებას ჰქონდა. 입술이 სწორედ ამან გამოიწვია სიკვდილიც. რომ მოეწამლათ სხეული ფერ შეიცვლიდა, მაგრამ მისი სამედიცინო ანკეტის გათვალისწინებითაც შემიძლია გითხრათ, რომ 않았고 고인의 진료 기록 ბატონი ჰონი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 자연사로 추정됩니다. 청산 წამლით იქნებოდა მოწამლული. სხეული ფერ შეიცვლიდა, მაგრამ შესაძლოა მამაჩემი ბუნებრივი მცენარეული საწამლავით მოკლეს. 겉으로는 신부 როგორიც აკანიტია. მინდა რომ ცხედარი გაკვეთოთ და მამაჩემის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დაადგინოთ. ეს აუცილებელია. 또 밝힐 겁니다. 네가 გინდა მამა შენი თავიდან მოკლა? 두 번 죽이. ეს გინდა? 왜? რა მოხდა? 못 რამის ხომ არ გეშინიათ? 그런 게 아니. ეს არ მიგულისხმია ჯუნჯე. უბრალოდ მამა შენი სიკვდილი. დიდი დარტყმა იყო 문자 보내드린 거 ჩემთვის. 미치겠는데. არ მინდა მისი სხეული დაანაწევრონ. 난도질 ამით რის მიღწევაც ვცდილობ. რა გინდა რომ გაიგო? 부검을 하자는 მითხარი რა. 당신 დავამტკიცებ, რომ მამაჩემი შენ მოკალე. დამშვიდი ჩეხიონ. 벌써 10 წელზე მეტი გავიდა ჯუნჯე. მამა შენს 10 წელი ენატრებოდი. 네 아버지가 მაგრამ არასდროს გინახავს. საინტერესოა, ახლა რატომ დაინტერესდი ამ საქმით? 너 갑자기 მაინტერესებს. ფულის გამო? 이유가 궁금하구나. თუ ესაა მიზეზი. ყველაფერს მოგცემ. 너다 죽. უბრალოდ მშვიდად დავკრძალოთ მამა შენი. 그 사람 그냥 ის მამა შენი იყო. 그래도 네 არ გვინდა ასეთი სისასტიკე. 그렇게까지 არ გვინდა ძალიან გთხოვ. 하지 말자 우리. 본인도 თქვენივე ტყუილების უკვე თქვენ თვითონ გჯერათ. 많은 사람 მამაჩემის სიკვდილის მიზეზს აუცილებლად დავადგენ. და თქვენი ცრემლების არ მჯერა. 제가 헐 მე ამ კაცის ბიოლოგიური შვილი ვარ. და სრული უფლება მაქვს ეს მოვითხოვა. აკანიტი, რომელიც სახლში ვიპოვნე, ამ ქალს ეკუთვნოდა. 항 콜린즈라 ეს ქალი 모두 다 მამაჩემის მკვლელია და ვითხოვს საქმე გამოიძიოთ. 부검을 요구합니다. ამ ოჯახის ერთადერთი ვაჟი მე ვარ. მე ვუვლიდი მამაჩემს სიკვდილამდე.
ჯუნჯის სახლიდან 10 წლის წინ გაიქცა და კონტაქტზე არ გამოსულა. რამდენიმე კვირის წინ მამა ჩემთან ჩხუბი მოუვიდა მემკვიდრეობის საკითხზე. მე და დედა ჩემი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგები ვართ. დარწმუნებული ვარ მამას ასე ენდომებოდა. ორდერია, სახლი გაჩხრიკეთ. ჯერ ადრეა სამგლოვიარო სამასის ჩაცმა. დაკრძალვა მალე იქნება. თუ ცხედარს გაკვეთენ, ამას ვერ შევძლებთ. 못하실 텐데. როგორც ჩანს ძალიან თავდაჯერებული ხართ. რაც გინდათ ისი ფიქრეთ. ჩემი მაინც არ გჯერათ. რაც გნებავთ იფიქრეთ. შემთხვევით, ვინმე კანჯიონს ხომ არ იცნობთ? 아세? ამიერიდან. თუ რამე კითხვის დასმას მოისურვებთ, ჩემს ადვოკატს მიმართეთ. გასაგებია? ადვოკატს. 변호사 როგორც ჩანს, ადვოკატი მართლაც დაგჭირდებათ. ეს ხომ თქვენი ტყუპის ცალი დის სახელია. 리가 없겠죠. 쌍둥이. რთული იყო თქვენი სურათის პოვნა. 이 어렸을 때 사진을 참 ერთმანეს ძალიან გავხართ. ანუ ერთი კვერცხუჯრების ტყუპები ხართ? ასე არა? ვერ ვხვდები რას გულისხმობთ. თქვენი და სად არის? თუ კანჯიონი თქვენ ხართ. ასეა? 신가? გაგიჟება შეიძლება. ვერაფერი იპოვნეთ? ვერა, ხომ არ შესდით? 선배님, ზუსტად იცით რომ აქ იყო. 잘못 짚으신 건 아닙니까? 아니라니까. არა, მტკიცებულებას კარგად ამალავდა. 빠져나가지 못했어. აქ რაღაც უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ. ძვირფასო წითელი არა. შავი ჰალსტუხი გაიგეთე. 왜? რატომ? 허회장이 დირექტორი ჰონი 돌아가시. გარდაიცვალა. 뭐? რა? 어쩌다? როგორ? 몰라 나도. არ ვიცი. 지금 მეც ახლა გავიგე. 얘기 들었어. 이거 판이 ახლა რა იქნება? ასე უეცრად რა დაემართა? 면 우리 운 ჩვენ რა პეტი გველის? 그 허회장 გავიგე რომ პრეზიდენტმა ყველაფერი თავის გერსა და ცოლს დაუტოვა. 그랬대. მეც გავიგე, თუმცა ამ ამბავს ვერ ვიჯერებ. 암만 그 ფიქრობ ყველაფერი თავის ნამდვილ შვილს დაუტოვა. 결국엔 자기 우ბრალოდ მალავე. 그랬거든. 그치. მეც ასე მგონი, ალბათ ანდერძი შეცვალა. 갑자기 돌아. შეიძლება სიკვდილის გამო ვერ მოასწრო. 이제 빼도 მე ასე ვფიქრობ. 그럼 우리 ანუ არასწორი მხარე დავიჯერეთ. 잘못은 უკვე არაფერი ვიცი. 내가 წარმოდგენაც არ მინდა განსუხი რას იზამს. 아우 ალბათ ნაწილებად დამგლეჭს. 이게 참이야. 지금이 ახლა მის მხარეს ვეღარ გადავალთ. როგორი ადამიანი ხარ? ერთხელ შეცდომის დაშვება შეიძლება, მაგრამ მეორედაც იგივე გააკეთო? 두 번 갈아타고 그러면 არ ვაპირებ რომ იმ ქალს ვევედრო. 내가 그럴 수는 არ ვაპირებ. 그럼 어떻게? აბა როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი. 예. აქ მოსვლა როგორ გაბედე? ჩვეულებრივად. სამძიმარი უნდა მივიღო. იმედია თავს უხერხულად არ იგრძნობ. 준지 아빠, ჯუნჯეს მამა ხარ. 당신을 და ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის რომ არ გაპატიო. მაგრამ არ ვისურვებდი შენთვის ასეთ დასასრულს. 너무 슬프네. ვიცი რომ ახლა მხედავ. მინდა კარგად მიყურო. რადგან ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.
რაც დედა ის შვილი. არც შენ შვილს გახსენებია მამამისი 10 წლის განმავლობაში. 제 아버지 한 ახლა კი ტირილით თავს იკლავს. 죽고 난 ამას ფულის გამო აკეთებს. 이런 혀세가 შენც ეს მიზანი გაქვს. 다돈 მიპასუხე. 뭐. 네가 გინდა რომ მემკვიდრეობა მიიღო. 뭐 ხომასეა. 없나 하고 그럼 თუ გინდა გარკვეულ ნაწილს მოგცემ. 가만히 გიყურებ და მეწოდები. 챙겨줄 텐데. 이렇게 ძალიან მეწოდები. მე შენ დაგეხმარები. 생기겠니? გააფრინე? რა ხდება? აქ მხოლოდ შენ და შენი შვილი ხართ მემკვიდრეობის გამო. ამიტომ გიხაროდეს რომ ახლა თქვენი თავი არ მაქვს. 만족을 했었어야지. ძალიან თავხედები ხართ. 주일행 როგორ შეიძლება ქურდმა თავი დიასახლისად მოაჩვენოს ხალხს? 과하다. როგორ? რა? ქურდმა? შენ ვიხარ? 때리 ჭუბი გინდათ? 때리 არ მგონია მომერიოთ? 근데 ნომ ვიხარ? შენ რატომ ერევი? 껴들어. შენ სადგილზე გავჩუმდებოდი. 아. შენი მეგობარია? რა თქმა უნდა. გამიშვი? ხელი გამიშვი. რა საკეთებ? 내가 뭐 하자는 거? კითხვა მაქვს. და მინდა რომ პასუხი გამცეთ. რა გინდა? ძირბასო. წამლის დალევა არ დაგავიწყდეს. შემჩუნ რა მოხდა? 그래? 도대체 뭐 한 거야 지금? რა გააკეთე? 뭐든 할 수 있었는데. ის არა რაც მინდოდა. 써. არ მინდა თქვენი შავბნელი საქმეები დაგავიწყდეთ. 잊으면 안 될 것 같아서. რადგან სიცოცხლის ბოლომდე დაიდანჯოთ. მინდა კარგად გახსოვდეთ. 모든 것들 ის თუ რა გააკეთეთ 개야 და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვერ აპატიოთ საკუთარ თავს. 것 같거든. 그만 წავიდეთ. კიდევ ერთი თებში სალათი მომიტანეთ. მოახლე არ ვარ. ახლავე. კალბატონო, ვიზიარებთ. გეტყობათ როგორ განიცდით. სახეზე გეტყობათ. მაგრამ მაინც ლამაზი ხართ. თქვენზე ძალიან დარდობთ. 어떻게 저렇게 ძალიან ნერვიულობთ. აფერისტები. ღმერთო ჩემო, საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები. გონი გავგიჟდი. სად არის აჯომა? აქ ზედმეტები ვართ. გონი ზედმეტები ვართ. კიცებულებები იპოვნეს. ჯერ ვერა. სამძიმრის მისაღება დახვალ. არა. 뭔가 რატომ? 가보지 그래. როგორ მივიდე, როდესაც არც კი ვიცი რით მოკვდა. 아직 안 알지도 못했는데. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. რა? 부검. ცხედრის გაკვეთა. 뭐? რა?
아니 지난 უკვე ყველაფერი მოხდა, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მამაშენს მაინც ვერ დავაბრუნებთ. 돌아가신 아버지가 뭐 살아 돌아오신 ჯობს ყველაფერი ისე დატოვა, როგორც არის. 그쪽 건드리기만 하는 거 ზედმეტი ჩარევა მხოლოდ შენ მოგაყენებს ტკივილს. 잘 얘기하고 잘 풀어서 ზუსტად იცი ეს რომ გინდა. 최소한의 유산이라도 받아내는 게 მე მგონი არ ღირს. 알겠냐고. სხვის საქმეში ნუერები. ეს არ გეხება. 소리야? მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. შენი გადასაწყვეტია. შენ გადაწყვეტე. 헌준재. 내가 რაღაც ვნახე. 것 같아. 네가 내 რაც ჩემთან ხარ, სულ სიამოვნებებში ეხვევი. 보지 않았. ახლაც ისეთი რამ დაინახე, რაც არ უნდა გენახა. 그게 다 네 기억이 돼 버린다는 게 მაპატია რომ 속상하다. ამ ამბავში გაგხვია. 난 내가 არა უშავს. 널 지키. მიხარია რომ ჩემი ნიჭით შენი დაცვა შემიძლია. 네가 나 ანუ მიცავ? 왜 허준? რა მოხდა 헌준재? ჩემი არ გჯერა? 내가 무대 올라. ხმალეთზე ყველაფერი ნულიდან დავიწყე, მაგრამ ოკეანეში ძალიან პოპულარული 나 ვარ. 이래봬도 받았어. 글쎄요. 완전 잘 나갔어. 그랬어. მართლა? 그럼. ხო? 나 이래봬도 ცნობილი ქალთევზავარ. 안 남은 სათანადოდ ვერ მაფასებ. 아, 요새처럼 იცი ამ დროს როდესაც ოკეანეზე უამრავი ნავია? 스쿠버니 하면서 막 치고 რთულია შეუმჩნეველი იყო. 그 인호를 들키. მით უმეტეს მაშინ როცა ზვიგენი გესხმის თავს. ბავშვი ვითხარ. 죽이겠다고 들이대지. 우리도 살 რთულია დამიჯერე. 상어 და ამ დროს თქვენ რას აკეთებთ? ვიბრძვი და ვიმარჯვებ. რა? 그래? რა მაგარი გოგო მყავს? 진짜 짱이네. ყოჩა. გაიღიმე. 내가 ამიერიდან ისე ვილაპარაკებ, რომ მუდამ გაიღიმო. 지켜준다. დაგიცავ და ისე მოვიქცევი რომ გაიღიმო. ეს ყველაფერი ბიჭმა უნდა თქვას. 지켜줄. მე დაგიცავ 웃게. და ყოველთვის გაგაღიმებ. 내가 할 말. ეს ყველაფერი მე უნდა გითხრა. 정이가. არანაირი პროგრესი. 효과가 없다. 여기야. აქეთ. სად მიდიხარ? სარდაფში? უკვე დავათვალიერეთ. ადრე სარდაფი არ ქონია, მისი აშენებულია. ეს ადგილი უკვე დავათვალიერეთ. აქეთ. ეს აკანიტის ყვავილებია. არ შეეხოთ. არაფერს შეეხოთ. ანაბეჭდების აღება მოგვიწევს. ეს რა არის? ქალთევზა? მადიონია. აქ მადიონი იყო. განსუჰი ნამდვილად განჯიონია. ჯუნჯე, კარგია რომ მოხვედი. შენს ძმასთან უნდა იდგე და სამძიმარს იღებდე. ხო? მაგრამ ჯერ შენ ჩაქვსო მციხეში. რა?
ამ მომენტიდან საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრება. მიცვალებულის ცხედარი გასაკვეთად უნდა გადაეცეს გამოძიებას. 이송됩니다. რა თქვით? ამის უფლება ვინ მოგცათ? განსუხი. უпроსტად განჯიონ. თქვენ ეჭმიტანილი ხართ განზრახ მკვლელობისათვის. გაქვთ დუმილის და ადვოკატის აყვანისუფლება. მათ კი შეგიძლიათ ისე მოექცეთ, როგორც გსურთ. მტკიცებულება გაქვთ? ორდერი მაჩვენეთ. სახლში იმდენი მტკიცებულება ვიპოვნეთ, რომ დაკავების ორდერი აღარაა საჭირო. დამიჯერე ასეა. გინდათ დამიმტკიცოთ, რომ ჩემი ქმარი მოვგალი? სხვა ადამიანში გეშლებით. ახლა რომ ჩემი მეუღლე გისმენდეთ. ახლა რომ ის გისმენდეთ, მაშინ გაჩვენდი. მამა ჩემის სახელის ხსენება არ გაბედო შენი ბინძური პირით. 얘 말에 მართალს ამბობს. რას აკეთებთ? 나한테 이런 걸 왜 치? როგორ იქცევით? მომხსენით ბორკილები. გამიშვით. 당신들아 ხელი გამიშვით. მე არაფერი დამიშავებია. ასე როგორ მეკცევით? ყველაფერზე პასუხს აგებთ. ხელი გამიშვით. გამიშვით. ჯეჰიონ, ადვოკატს დაურეკე. იდიოტა. 누나 სია. 네. რა ხდება? 무슨 일 있었나? უცნაური სიტუაციაა. ეს როგორ მოხდა? ალბათ ჯუნჯე ძალიან ცუდადაა. 아니에요 ამდენი წლის შემდეგ დედა იპოვნა. ახლა კი მამა დაკარგა. 차 어디? შენი მანქანა სად არის? 나빴어? ავტობუსით მოვედი. 데려다 줄. გაგაცილო. 괜찮은데 უკვე გვიანია. 뭐 그럴래? აჯობებს მიმაციო. 그치만 너 ზედმეტი არაფერი იფიქრო. ისედაც უხერხულად ვარ. 부럽다 რა სიმპათიურია, არა? შეხედე, კარგი ბიჭია. მაგარია. როგორ ხმაურობენ? 그녀를 바라보고 있는 건지 사랑인 걸까 왜 그녀를 보면 웃음이 나는지 사랑인 걸까 꿈일 거야 რას აკეთებს? 개탄 ალბათ ბედნიერია, რომ ჩემს მხარს ესწინავს. 잠든 거 알면 설레서 어떡하려고 ალბათ. 내가 왜 이럴까 대체 왜 이럴까 대체 왜 이럴까
여자보다 이쁘게 생. როგორი ლამაზია. დაათვალიერე. მაგარია. ეს ჩემი გაჩერებაა. აქ დაიძინე. 근데 შეიძლება მადიონმა მეხსიერება დაკარგა, მაგრამ 이놈을 ქალთევზე მაინც ახსოვს. 그러게. როგორც ჩანს, მადიონი უფრო ბევრს ფიქრობდა ქალთევზაზე, ვიდრე დამნიო. 마음은 세화는 სევა ისე ნაზად მილაპარაკებოდა. დახვეწილი ქცევები და მანერები ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ასე განსხვავდებით ერთმანეთისაგან. 얼굴만 같다고 같은 사람일까? ცუდია. ამას სერიოზულად ამბობ? შეიძლება რომ შემდეგ ცხოვრებაში ყველაფერი განმეორდეს. 반복되기만 할까? რა? 사실 მადიონის ქონებაში რომ შევედი, რაღაც დავინახე. 해봤어. რა დაინახე? ჩვენი სიკვდილის მიზეზი მადიონი არ იყო. 아니었거든. 그게 რას გულისხმობ? სხვა მისროლა მახვილი. ქმისი სახე დავინახე. 누군데? სახეზე იცანი? კი, კარგად ვიცნობ. 보니까 მათ თქვენს წინააღმდეგ პირდაპირ იმტკიცებული ვარ გააჩნიათ. ყვავილები იპოვნეს. მაგრამ დაზუსტებით ვერ იტყვიან, რომ თქვენ აძლევდით საწამლავს მეუღლეს. ახლა დაკითხავენ. 듣기만 და მოკლე პასუხები უნდა გასცეთ. 불리한 საეჭვო კითხვებზე კი უთხარით, რომ არ გახსოვთ. 머리가 თავი მტკივა ან რაიმე მსგავსი. 묵비고 დუმილის უფლება უნდა გამოიყენოთ. 영장 ორდერის გარეშე თქვენი დაკავება მხოლოდ 48 საათი შეუძლიათ. 시간은 48시간뿐이에요. კითხვებზე სწრაფად მიპასუხეთ. დუმილი შესაძლოა თანხმობად ჩაითვალოს. არ ვიცი. აბები ვიპოვნეთ. არ მახსოვს. დამამშვიდებლების რეცეპტი რაში დაგჭირდათ? თავი მტკივა. არაფერი მახსოვს. აკანის წყალში ურევდით. არ ვიცი. ძალიან მტკივა თავი. არაფერი მახსოვს. არაფერი ვიცი. არაფერი არ მახსოვს, გასაგებია? ამბობს, რომ არაფერი ახსოვს. 작전이다. 이 정도 გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, იძულებით ვერაფერს ვათქმევინებთ. იცის, რომ მემკვიდრეობას დაკარგავს თუ რამე სიტყვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოლომდე გაძლევს. თუ არაფერს აღიარებს, გაათავისუფლებთ, ხომ ასეა? როგორც ჩანს, დეტექტივ შეხვდა. დღეს 11 საათზე გაათავისუფლებენ? კარგი, მაშინ ერთად ვივახშმოთ. გეგმა დავალაგოთ. 오늘 저녁 პირველი დარტყმა უნდა მივაყენოთ. 변호사 이대로 가만히 있을 것 같진 않고 먼저 선수 치는 დიახ, 나도 좀 ასე მოვიქცეთ.
ჯუნჯე 준재 형이 რა დაემართა? გაგიშდა? 친거 아니야? 어? ეს რატომ გააკეთა? მარტო წავალ ეს საშიშია თეო. ჯემს შესახებ არაფერი იცი. 너 나를 რამე რომ მოხდეს დამიჯერე. 수려. ერთი თმის ღერიც არ ჩამოგვარდება. 것만 알고 ძლიერი ვარ. 뺐구나 해. კარგად დააბი ნაბიჯვარო ეს როგორ გააკეთე ასე როგორ მომეკეცი შენ როგორ მოიკეცი ქალის გამო ჩემთან ერთად მუშაობაზე უარი თქვი მოღალატე ხარ და გავიწყდა მიღალატე 자식아. მაპატიე მაგრამ ფული მჭირდებოდა 나도 먹고 사. მაპატიე 진짜 미안하게 됐다. ხელები გამიხსენი გამიხსენი ნაბიჯვარო კინაღამ დამავიწყდა ეს რა არის 네 შენი გამოსამშვიდობებელი წერილი 내일 아침 ხვალ შენს ოთახში ვიპოვნი ვეღარ გაუძელი დანაშაულის შეგრძნებას მამა შენის მოკვლის გამო 뭐? რა 하지마 არა ეს არ გააკეთო ეს ისაა რამაც მამა შენი მოკლა 10-15 წუთში მშვიდად მოკვდები არ ინერვიულო არ იწვალებ 편해질까? შვიდად ჩაივლის შენ ნაბიჯვარო 아버지 მამა შენის მკვლელობის მოტივი ის იყო რომ მე მკვიდრეობა ვერ მიიღე სახლს კარგად იცნობდი სწორედ ამიტომ დატოვე მტკიცებულებების სარდაფში 증거 지하실에 ასეა 뺐고 아이고 준재 ჯუნჯე ეს ძალიან მარტივად მოვიფიქრე ჯეჰიო, 형 გისმენ დედა გარეთ გადი და ეს ბიჭიც გაიყვანე. გონია ასე მარტივად აგანებებთ თავს და როგორ მოიქცევი? რას გააკეთებ? კუდრები ხომ არ ლაპარაკობენ? 사람은 말이 없다? მამა შენს შეხედე? ვერაფერს ამბობს. 짠니. მამა ჩემს 당신 ასე როგორ მოეკეცი მთელი ცხოვრება არაფერი დაუკლია შენთვის 난 못. და მე რა დავაკელე? 17년 17 წელი ვითმენდი მის გვერდით ყოფნას. 17년은 ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. 나랑 티언이 허일중 하세요. 처럼 굴면서 თუმცა როცა ანდერძის შედგენაზე მიდგა საქმე. სწორედ მაშინ თავისი სისხლი და ხორცი გაახსენდა. სწორედ მაშინ. ამიტომ მოკალი ხო. ამიტომ. ცოცხალი მაინც არაფერში მჭირდებოდა. 죽어가고 있어. ეს საწამლავი ერთი ან ორი დღის განმავლობაში არ მიუღია. 하루 მაინც არაფერს ხვდებოდა. 아주 미세하게 თუმცა 중독돼 가고 있어. ყოველდღურად იღებდა გარკვეულ დოზას. 그걸 몰랐던 거지. ანდერძის შედგენა დააჩქარა. 근데 სწორედ ამიტომ მომიწია მისი დროზე ადრე გაგზავნა იმ ქვეყნად. 아주 설쳐대. სწორედ ამიტომ 내가 아주 일찍 좀 დააჩქარა. 당신 წინა ქმრებიც ასე მოკალი 다 그렇게 죽였지 კანჯიონ 강지현 ხო, მაგრამ ეს ვერავინ იეჯვა. 20년이 흘러도 იქნებ კიდევ გავაქრო ეჭვები იმის შესახებ, რომ 아마 მამა შენიც მოვკალი. 20년 და შემდეგ შენც. 아무도 모를걸? 내가 네 아버지랑 널 죽인 거야.
სერიალს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. მართლა? დარწმუნებული ხარ? ვისი ტელეფონია? ხომ გთხოვეთ სამუშაო დროს გამორთეთ მეთქი. გამოდით. რა ხდება? რა ხდება? გამიშვით ხელი. როგორ ბედავთ? გამიშვით. არ გაბედოთ? 당신 ხედავთ რამდენი ადამიანის ჩარევა დამჭირდა რომ დანაშაული გეღიარებინათ. 많은 사람들이 생쇼. ხედავთ რამდენი ვართ. 야, ახლა ისტერიული შეტევა დაეწყება. სწრაფად დააკავე და გაყოფილებაში წაიყვანეთ. ხელი გამიშვით. გამიშვით. როგორ ბედავთ? ანჯუნჯე? პასუხს გაგებინებ. 허치야. ჩეჰიონმა თანამშრომლობა შემომთავაზა. 작업 들어왔다. 아이, 내가 რატომ იყურებ ასე მოღალატე კი არ ვარ? 나한테 그래? ჩეჰიონი ადამიანებში ნამდვილად ერკვევა. 그래서 შენ რა უთხარი? რა უნდა მეთქვა? 콜 რა თქმა უნდა დავთანხმდი. მე კიდევ გენდობოდი. 야, 그렇잖아. რა თქმა უნდა ის მემკვიდრეა, შენ კი უბრალო ადამიანი. 야, ჩემი ცხოვრების წესი ხომ იცი, მხოლოდ ფული მაინტერესებს. 더 많은 돈. ჩემგან აგინდა. 그럼 돈 받고 싶어. ხო დაიღე ფული და წადი. მე რატომ მიყვები? 그래. რაღაც სხვა წესიც მაქვს. 맞질 않아. რა? 세 번째? რას გულისხმობ? პატივისცემა. რა? 나 얘. პატივისცემა მეთქი. ის ლაწირაგი უპატივცემულოდ მელაპარაკებოდა. 아이돌인 자식. არა და მასზე ბევრად დიდი ვარ. 말하잖아. მეც ასე გელაპარაკები. 주인이잖아. შენ სახლის მფლობელი ხარ და მიწევს ავიტანო ხეში ლაპარაკი. პატივს გცემ. ანუ, უარი უთხარი? არა დავთანხმდი. რატომ? 어쩌자고. შური უნდა ვიძიო. როგორ? გეგმა ხშირდება. 근처 გვისმენე. 있음. SMS-ებით უნდა ვიკონტაქტოთ. ანაბეჭდები იპოვეს? ჯერ არა. 사실 პანაშვიძე არ ძახო? არა. 안 가. უფრო მკაცრი იყავი? აუცილებლად უნდა მიხვიდე. 그래. 어떻게 가? როგორ მივიდე? 아버지가 어떻게 돌아가셨는데? როდესაც მისი სიკვდილის მიზეზიც კი არ ვიცი. უბრალოდ გაბრაზდი. 좀 აუცილებელია ეს გააკეთო. რა? 두 번. ცხედრის გაკვეთა. 아무리 남의 ხვის საქმეში რატომ ერევი? 지금 그게 할 소리야? რატომ? 그렇지? ხოჩა. 잘한다. აი ასე. წავედით. მოვემზადოთ. 오케이. კარგი. მოემზადე. ახლა ზურგიდან დაგარტყამ. დაეცი. ცოტა რეალურად მაინც გაგეკეთებინა. უკნიდან დაგარტყი. სისხლი კიდე შუბლზე რატომ გაქვს? 아이씨, 아까 ისე მაგრა დამარტყი, შუბლიც გამიტყდა. ხელოვნური და მსუბუქი იყო. ნუ აზვიადებ. აქ პირდაპირ თუ მარცხნივ? 사회생이야. პირდაპირ. 야, 너 때문에 გონი დავიკარგე. შენ ამას არ შეგარჩენ ჰონჯუნჯე. გამიშვით ხელი. გამიშვით. დედა. ჩეჰიო. შენ. ჩეჰიო. დედა. ხოჩა, კარგი ნამუშევარია. ხოჩა.
შენ ჩეხიონ მანქანაში ჩასვით ხონჯუნჯე 그 사람 얼굴 მისი სახე დავინახე ჩეხიონი იყო სერიალს ახმოვანებდნენ მსახიობები თეონა ხვედელიძე და იურა ჩიტაშვილი ხმის რეჟისორი ნათია მიკაძე თარგმნელი მეგი ავალიშვილი გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ აუ და შუაშიც დამავიწყდეთ 긴 꿈을 꾸다 깨어난 걸까 내가 널 알아본 순간 난 이렇게 눈부셔